გიორგი თევზაძე იგივე თევზი, დრიფტის ფედერაციის პრეზიდენტი, საჭესთან 11 წლიდან ზის. მანქანა მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. უსაფრთხოების თვალსაზრისით დღეს საქართველოში საზოგადო ადგილებში აკრძალულია ექსტრემალური მანევრირების შესრულება. ჩვენ გამოცდილ ავტომობილებს, ხატიასა და თევზს ერთნაირი კითხვები დაუსვით. რამდენად დაემთხვევა მათი პასუხები და დაიმსხვრევა თუ არა სტერეოტიპი, ფრთხილად საჭესთან ქალია. ცხოვრების შემადგენელი ნაწილი არის, გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია პრაქტიკულად. საჭესთან ვიყავ 11 წლიდან ზუსტად. ძველი M5 მომწონს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველია და დღეს უკვე 19 წლისაა ეს მანქანა, როგორ ვთქვათ, არ აქვს არანაირი დამატებითი ელექტრონული შემზღუდველი სისტემები, არც დამხმარე სისტემები, ხართ მარტო შენ და მანქანას შეგიძლია მართავს, უარ შეგიძლია ჯობია რულთან არ დაждდეს საერთოდ. ძალიან ბევრი უამრავი იმდენი რომ დათვლა მეშინია. მოსურებულ მდგომარეობაში, ანუ ასე ვთქვათ, ჩვენ სლენგზე ვიტყვი ზანოსში, რომ დაიჭირო და ასე რომ მართო მანქანან ერთი გვერდიდან მეორე მხარეს მოსურო ისე მეორე გვერდისკენ. ეს რაც გავაკეთეთ, ესეც შეთანხმებული იყო და ყველასთან და პრობლემა არ იყო მაგიტომ, თორე ქალაქში ბოლისაგან უკვე ძალიან თავს ვიკავებთ ყველა.